გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ მცირე ვიდეოს ჩავწერ, მოკლედ თქვათ ზოგადად გარდაცვლილი მასზე სიტუაცია მოიტანა და თელმა Facebook-მა, Facebook-ი ამას საუბრობს, მოკლედ გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე, პიროვნულად ერთმანათ თელში ამყოფოს გარდაცვლილი არის ადამიანი და უკვე ფალთან წარდგა, მაგრამ მოდი ჩემი აზრს დავწერ, მოკლედ ადამიანის ბუნებრივი სიკვდილი, ესე იგი ფარჩაკი უნდა ვიყო, რომ ადამიანის თუნდაც ის ჩემი მტერი იყოს, მისი სიკვდილი გამეხარდეს. ვინაიდან პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანურ მომენტიდან გამომდინარე და მეორე რიგში, იმიტომ რომ თუ მე ვერ ვერეოდი მას ცხოვრებაში, ესე იგი არ მქონდა მისი არც მორევის თავი და არც ერთი ადგილი და ხა ბუნებრივი სიკვდილით მოვდა და რატომ უნდა გამეხარდეს? ეს ჩემი ლაჩრობა იქნება, რომ გამეხარდეს. ახლა მე თუ მას ვერაფერი ვერ დავაკელი და ის არა პონტია, ხო? ეს ერთი. ის სიძულვის ზენა, რაც მას ჰქონდა, აქეთან მხარის მიმართ, ეგრე წოდებული როგორც ისინი იყვნენ კოლექტიური ნაციის მიმართ, არის თუ არა ცუდი და არის თუ არა დასაგმობი, რა თქმა უნდა, დასაგმობია და ხალხის რეაქცია მისი ამ ლექსიკის მიმართ შესაბამისია, რაც არის. გულდასაწყვეტია თუ არა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. რაც შეეხება იმას, რომ ეხლა დღეს რომ ვთქვათ, რომ აი ეს რა ქვია, როგორ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანზე მომკვდაო და ცუდი თქვათ და რაღაცა. აი როგორ რომ მომკვდა, მაშინ ხო იძახოდით. ძაღლი მიაკვდაო და ესე და ესე ხო იძახოდით. ან სააკაშვილიო რატო არ ჩაგუნპა და ჩაკვდა მომეჩიო რა ხო იძახოდით. თქვენ როცა გეხება და თქვენი მხარიდან რომ რაღაც მოკვდება, მაშინ ეს არის ცუდი და ცუდი, მაგრამ თუ აქეთ ხარეთ მოკვდება, ესა სიმართლის და ღვთის სამართლის ზეიმე, ხო? ახლა მივხვდით ხო რა არის კიდე ერთხელ ბუმერანგის პრინციპი. მოკლედ აბა თქვენ იცით ამაზე მინდოდა საუბარი რა, ერთთან ათელში ამყოფოს მისი სული და გამოჩნდება დრო აჩვენებს ის იყო მართალი თუ აქეთან მხარე არის მართალი. და საერთოდ ზოგადად იმას რომ დაამონათეთ, გაიხსენეთ თქვენ გადადგმული ნაბიჯები და მიხვდებით ხო მართლა ბოლოს ის საზღარი ნაცები, კოლექტიური ნაცები, რომლებსაც გუში რომელთა განადგურებაც მათ სურდა ან თქვენ გინდათ, იმ ნაცების 80% მის მიმართ, გარდაცვალების მიმართ გამოხატავენ წუხარებას და ესე იგი